ვიცი კონსერვებისთვის ადრეა, მაგრამ როცა ქალაქიდან გადიხარ და მაცივარში 4 კილო პომიდორი გრჩება, ჯობია ჭკვიანურად გამოვიყენოთ. სწორედ ასე ვინახავ პომიდორს, რომ ზამთარში ზაფხულის გემოები ვიგრძნო. გამოგადგებათ ჩაშუშულში, osтрში და სხვა გემრიელ კერძებში. ფლად ტომატ პასტას ვერ ანაცვლებ, თუმცა ჯანსაღი ალტერნატივაა და ამიტომ შეინახე რეცეპტი. გავრეცხე პომიდორი, დავჭერი, დავაბლენდერე და დავდგი ქურაზე. ვადუღე დაბალ ცეცხლზე იქამდე სანამ არ გასქელდება და რაოდენობაში ცოტას არ დაიკლებს. ახლა ის დროა, რომ გადავიტანოთ ქილებში და აქვე პატარა ხერხს გასწავლით. ხორცაკეპი მანქანის ეს ნაწილი ალბათ ყველას მოგვეპოვება სახლში. ხო და ახლა მას მივცემთ ძაბრის ფუნქციას და ისე გადავიტანთ ქილებში პომიდორს, რომ ქილა არ დაისვაროს. დამეთანხმებით, რომ ძალიან მარტივი და მოსახერხებელია და ვინც აქამდე არ იცოდით, მადლობა მერე იყოს. ვიდეოში შეიძლება ძალიან მარტივად მომამზადე, თუმცა საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ხო და წყალში რომ არ ჩაიყაროს, მხოლოდ ემალის ხუფებს ვანდობ. ის ძალიან მარტივი გამოსაყენებელია, აქვს ემალისებული ზედაპირი, რაც იცავს მას დაჟანგებისგან. რაც პირდაპირ პროპორციულია თქვენი ზამთრის ნობათის სწორად შენახვასთან. არც აგიფეთქდებათ და აღარც დაგიმჟავდებათ. ჩვენი პომიდორი კი აუცილებლად უნდა გავასტერილოთ, პატარა ქილას დასჭირდება 20 წუთი, ხოლო დიდ ქილას 25 წუთამდე. მოვხუფოთ და როგორც ვიდეოში ხედავთ, ძალიან სწრაფად რამოდენიმე დატრიალებით მოიხუფა ჩვენი ქილები. მე მგონი ძალიან კარგი გადაწყვეტილება მივიღე და ნამდვილად ჯობდა ესე მომემზადებინა, ვიდრე მაცივარში დამელპო.